ზოგადი სურათი არის ყოველასათვის მე მგონი ცხადი. ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ ღია დიალოგისთვის. მათ შორის იმ თემებზეც, რაც განიხილებოდა ბრიუსელში, კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით, ჩვენი პასუხები არის ძალიან ცხადი, ძალიან მკაფიო. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართული ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის, ეს შემიძლია ზოგადად გითხრათ. კონკრეტულ წინაპირობებზე არის ხოლმე საუბარი და რა თქმა უნდა ვიზა ლიბერალიზაციას აქვს კონკრეტული წინაპირობები, თუმცა ხშირად გვესმის თქვენი მხრიდან, რომ პოლიტიკური წინაპირობები წინა პლანზე რეალურად სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ეს საკითხი, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი. ჩვენ თავის დროზე რეალურად ჩავგედეთ ყველანაირი გზა შანტაჟისთვის, დარჩა ერთადერთი თეორიული ინსტრუმენტი, ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია და კონკრეტული ძალები ცდილობენ რაღაცნაირად ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ შანტაჟისთვის ქართული ხალხის წინააღმდეგ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის არასწორი მიდგომა. ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომა და რა თქმა უნდა ამ გზავნილით ვესაუბრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ბატონო ირაკლი, ოპოზიციის დაპირისპირებაზე მინდა გითხრათ, რამდენიმე თვის წინ დაახლოებით 3 თვის წინ შექმნილი ალიანსი დაშლის პირას არის თუ უკვე არ დაიშალა. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად ნაციონალური მოძრაობა, ბოლო პერიოდში ურთიერთბრალდებების სერიებს ვხედავთ. ახლა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის განახლებას ნანუკა ჟორჟოლიანის ჩართულობით აპირებს. ზოგადად ოპოზიციაში ამ ურთიერთბრალდებებზე დაპირისპირებაზე და ასევე ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ ვითარებაზე. ამას ჩვენ პროგნოზირებდით, გახსოვთ რამდენიმე თვის წინანდელი პროგნოზები, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ახალი გაერთიანება აუცილებლად დაიშლებოდა, ისე როგორც დაიშალა 10-მდე მსგავსი გაერთიანება წარსულში. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, მთლიანობაში ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობაც, ერთმანეთიც კი არ მოწონთ და როგორ უნდა მოაწონონ ქართულ ხალხს თავი, ხო ეს ძალიან მარტივი შეკითხვა, რომელიც შეიძლება დაისვას, აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს ამ ოპოზიციას იმისა, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართულ ხალხთან და ამიტომ არიან ორიენტირებული არა ქართულ ხალხზე, არამედ მათ გარე პატრონებს. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევას ამ პროცესში, ესეც მეტყოლებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი რადიკალურ ოპოზიციაში. ბატონო ირაკლი, ასევე გითხავთ ფილოსოფოს ზაზა შათვერიშვილის წერილზე, სადაც ის საუბრობს ჯო ვილსონისა და ნაციონალური მოძრაობის საერთო რიტორიკაზე, როგორც ის მას კომიკურ ფიგურას უწოდებს და ასევე ამბობს, რომ კონგრესში ვილსონი ზუსტად იმეორებს ნაციონალური მოძრაობის ტექსტებს, საუბარია ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტზე და ასე შემდეგ. ზოგადად ამ საერთო რიტორიკაზე თქვენი შეფასება რა არის? ნაცმოძრაობას და ჯო ვილსონს ხავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან, ისინი იღებენ ერთ და იგივე ხალხისგან დავალებებს და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სინქრონიზებულია მათი განცხადებები ერთმანეთთან. ეს არის საბოლოო ჯამში ის გავლენა, რასაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ რომის პარტიას, ამერიკაში უწოდებენ Deep States. ჩინეთთან დაკავშირებით გზავნილებს რაც შეეხება, თქვენ ხედავთ, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად ცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, ასე დროს, როდესაც ჯო ვილსონი, რომელიც წარმოადგენს მმართველ პარტიას, თავს ესხმის საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების გამო არის აბსოლუტურად ალოგიკური და ამ ალოგიკურობას აქვს ერთადერთი მიზეზი, ის იღებს დაკვეთებს, დავალებებს, ეს დავალებები არის მიმართული ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა როგორც აქამდე არ ქონდა არავითარი განსაკუთრებული ფასი ჯო ვილსონის განცხადებებს, ასევე იქნება მომავალშიც.